თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით სახვითი ხელოვნება, ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები მიმდინარეობს. ღონისძიება ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75 წლის თავს ეძღვნება. ხელოვნება ლიტერატურის შემდეგ მხატვრის თვალსაზრისი საკუთარ შემოქმედებაში. მიხეილ კობახიძის ეკრანული და ცხოვრებისეული თავისუფლების სტანდარტები. ელენე ახვლედიანის პარიზის პერიოდის გამოფენები ფრანგულ პრესაში 1925-1927 წლებში. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სიმპოზიუმის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში კინოდოკუმენტალისტ ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმის „ქოლგა ყველა ამინდში“ ჩვენება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება. კონფერენციის და სიმპოზიუმის თემატური მიზანია აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთგვარი გაერთიანება სიმპოზიუმის კონტექსტში. ჩვენ როგორც დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ქალტონი ეკატერინე ნავროზაშვილის ინიციატივით, რისთვისაც მადლობას ვუხდით, რომ ჩართულიყავით ჩვენ მკვლევართა გუნდთან ერთად, მოწვეული თუ აქაური ჩვენი კათედრის წარმომადგენლებთან ერთად აი ამ პროცესში და წარმოგვედგინა ფრანგულ-ქართული ინტერკულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული თემატიკა. იქნება ეს ძალიან მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი დღევანდელ სექციაში. ეს არის კინო, კინემატოგრაფია, ეს არის მხატვრობა, ეს არის ლიტერატურა და უამრავი ახალი აღმოჩენა. სიმპოზიუმის მიზანია, რომ ყოველ წელს ხაზგასმით ცალკეული ხელოვანის შემოქმედების წარმოჩენა და არა მხოლოდ ამ შემოქმედების ჭრილში იმის ხაზგასმა და იმის წარმოჩენა, თუ რამდენად ფართოა და ვრცელი თქვათ ის შემოქმედებითი სფერო, რომელსაც ის მოიცავს. ირაკლი ფარჯანის შემთხვევაში ეს ნამდვილად არის ძალიან დიდი სივრცე, რომელიც პასუხობს სიმპოზიუმის თემატიკას. ეს იქნება კულტურა ფართო გაგებით, ეს იქნება რელიგია, ხელოვნება, ლიტერატურა და მოგეხსენებათ, რომ მისი მხატვრობა არის წარმოუდგენლად ვრცელი და ფართო. ეს სიმპოზიუმი თავისი არსით დღეს არის ძალიან აქტუალური და მრავალმნიშვნელოვანი. აქ არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხიდის ერთგვარი გააზრება ხელოვანებისა და ლიტერატურის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენებებია წარმოდგენილი ძალიან ცნობილი მეცნიერების და ეს სტანდარტი გულისხმობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ერთად გააზრებას, ლიტერატურის ჭრილში ამის დანახვას. ეს არ არის იოლი და აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითოეული მომხსენებლის დამოკიდებულებას თავისი თემისადმი, იმ პრობლემის გააზრებისადმი, რაც დღეს ასე პრობლემულია აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზე დღეს ჩვენ სამშობლოში. ჩემი თემა ეხება თავისუფლების სტანდარტებს კინოხელოვნებაში, კერძოდ მიხეილ კობახიძის შემოქმედების მიხედვით თავისუფლების სტანდარტი ხელოვნებასა და ცხოვრებაში. რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, რას ნიშნავს თავისუფალი ხელოვანი და როგორ მიაღწია მიხეილ კობახიძემ ამას ცხოვრებაში, საკუთარ სიცოცხლეში და არა მრავალ დიდ ხელოვანისგან განსხვავებით სიცოცხლის შემდეგ. რა იყო მისთვის გადამწყვეტი აი ამ გზაზე სიარულის დროს. ამ მოხსენებების შემდეგ გაიმართა ფილმის პრეზენტაცია აქ უნივერსიტეტის ფარგლებში. ეს არის ფილმი, რომელიც ჩვენ გადავიღეთ ბატონ მიშელთან ხანგრძლივი საუბრების შემდგომ. სამწუხაროდ ის უკვე ცოცხალი აღარ იყო, როცა დავამონტაჟეთ და ეს არის ერთგვარი ნოსტალგია ფილმზე, ეპოქაზე და ამ დიდ რეჟისორზე. ჩემი თემა ეძღვნება ელენე ახვლედიანის პარიზის პერიოდის შემოქმედებას, იქ სწავლების პერიოდს და იმ მრავალფეროვან გამოფენებს, რომელსაც მხატვარმა გამართა როგორც ჯგუფური, ისე სოლო გამოფენების სახით და ფრანგულ პრესას, რომელიც გამოეხმაურა ამ გამოფენებს და შესაბამისად ის შეფასებები, ის აღქმა პარიზში ამ
ამ მრავალფეროვან კულტურულ გარემოში იმ ეროვნული ნიშნების მქონე ხელოვანის შემოქმედება, როგორიც გახდათ ელენე ახვლედიანი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის მისასალმებელი და ძალიან სასიხარულო ის ფაქტი, რომ ამ დიდი ხელოვანის შემოქმედება განსაკუთრებით იმ პარიზში იქნა აღქმული ძალიან საინტერესოდ ეროვნული თვითყოფადობით და შექმნა გარკვეული კავშირი, აი ქართული ხელოვნების ევროპულ და განსაკუთრებულად პარიზის სკოლის ტრადიციების კონტექსტში